მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის და ვინაიდან პირველი ეთერია წლევანდელ წელს მოგილოცავთ თქვენს და სრულიად საქართველოს 2026 წელს მე იმედი მაქვს რომ ეს იქნება გარდამტეხი წელიწადი მიულოცავ 2026 წელს პირველ რიგში იმ ადამიანებს, რომლებიც უსამართლოდ ჩვენი ხვალინდელი მომავლისთვის სხედან ციხეში, ხო, სამშობლოს სიყვარულის გამო გულისხმობს ინდისის პატიმრებს. თითოეული ჩვენგანი, ვინც ვიდექით და ვდგავართ რუსთაველზე, ვინც ვართ წინააღმდეგობის მოძრაობაში, შეიძლება მათ ადგილას ყოფილიყავით. მე სხვათა შორის გუშინ ვიყავი გლდანის მერვე საპყრობილეში და იქ მოვინახულე რამდენიმე პატიმარი, ვეფხია კასრაძე, ზვიად ცეცხლაძე, გავიცანი სხვათა შორის ზურაბ მენთეშაშვილი, შესანიშნავი პიროვნება, აქედან მოვიკითხავ მას უსურვებ მხნეობას და ჩვენ ყველანი ვაფასებთ იმ ღვაწლს და იმ ბრძოლას, რომელსაც ისინი ციხის საკნიდან აგრძელებენ. ჩვენ გვჭირდება ეს ადამიანები გარეთ, ფიზიკურად გარეთ და უსურვებ მათ თავისუფლებას პირველ რიგში. რაც შეეხება პარტიების აკრძალვის პროცესს, დიახ, თქვენ სწორად აღნიშნეთ, ძალიან ბევრი რამ მოხდა უკვე ამ რამდენიმე დღეში, 2026 წლის გულისხმობ რა თქმა უნდა ვენესუელის, ირანის, უკრაინის ფრონტზე მიმდინარე მოვლენებს და ეს ზეგავლენას ცხადია მოახდენს ჩვენზე, თუმცა ქართულ ოცნებას რაიმე განსაკუთრებული არ გავუოცებივართ. ქართული ოცნება დიდი ხანია შეუქცევადად მიდის დასავლეთის და ცივილიზებული სამყაროს საპირისპირო მიმართულებით. ის დგამს ნაბიჯებს ავტორიტარიზმის სრული კონსოლიდაციისკენ, იზოლაციისკენ ჩვენი ქვეყნისა სამწუხაროდ, იმიტომ რომ დღეს ისინი არიან მიუხედავად მათი არალეგიტიმურობისა ფაქტობრივი მმართველები ამ ქვეყნის და ვართ რეალურად აი ამ რთულ ტურბულენტურ დროში რუსეთის, ჩინეთის, ირანის და რამდენიმე მსგავსი რეჟიმის მქონე ქვეყნის ანაბარა დარჩენილი. პარტიების აკრძალვის საკითხიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის და მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნებისგან ბევრი გვინახავს ანტიდემოკრატიული ნაბიჯი, ეს კიდევ რაღაც სხვა ფურცელია. პარტიების აკრძალვა დემოკრატიულ ქვეყნებშიც ხდება, მაგრამ ის ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიის დაცვას. საქართველოსნაირ ქვეყნებში სამწუხაროდ როგორადაც აქცია ის ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ, ის ემსახურება საერთოდ პოლიტიკური ველიდან ოპოზიციის გაქრობას, პოლიტიკური ლიდერების, პოლიტიკოსების და იმ პირებისაც მათ შორის, რომლებიც არ არიან უშუალოდ პარტიულ პოლიტიკაში ჩართულები, პოლიტიკური ველიდან გაძევებას, მათთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას. ჩვენ ვხედავთ, რომ და გვახსოვს, რომ დიდი სამბით დაანონსეს ეს პროცესი, შეიტანეს სარჩელი, მაგრამ უკვე ორ თვეზე მეტია საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან არანაირი რეაგირების შესახებ არ გვსმენია. ალბათ ეს ვფიქრობ, თუ რა ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილება. აუცილებლად პოლიტიკური გადაწყვეტილება, იმიტომ ჩვენ ხომ ძალიან კარგად გვესმის, რომ საქართველოში არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუტი აღარ არის დარჩენილი, რომელსაც რაღაცა მცირედი დამოუკიდებლობა და ავტონომიურობა შეიძლება მაინც ჰქონდეს შერჩენილი, ყველაფერი ძალიან მკაცრ ვერტიკალს ექვემდებარება, რამდენიმე პირი წყვეტს და რა თქმა უნდა ფუნდამენტურ და პრინციპულ დონეზე ბიძინა ივანიშვილი ამ საკითხებს, საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს თავისი როლი სათამაშებელი ახლა. რა თქმა უნდა, ეს არ არის მარტივი, ასეთი გადაწყვეტილებების ხორცს შესხმა და აღსრულება. ნახეთ, რომ ვენეციის კომისია გეგმავს თავისი დასკვნის, თავისი მოსაზრების წარმოდგენას, სავარაუდოდ მარტის დასაწყისისთვის, 6-7 მარტი ითქვა დაახლოებით. ერთი მხრივ ეს ხაზს უსვამს, რომ ვენეციის კომისია, როგორც ევროსაბჭოს ინსტიტუტი, რომლის წევრები ჩვენ ჯერ კიდევ ვართ, არის ამ საკითხით დაინტერესებული, თუმცა მეორეს მხრივ ასევე ვხედავთ თუნდაც აი ამ რიტორიკით, რომელსაც პაპუაშვილი და სხვები ახმოვანებენ ქართული ოცნების მხრიდან, რომ მათთვის ვენეციის კომისიის დასკვნა არაფერს ნიშნავს, ახლა ცდილობენ, რომ აი ამერიკის მაგალითი მოიშველიონ ისევ და თქვან, რომ აი ვენეციის კომისიას და სავარაუდოდ ეს გულისხმობს მიუხედავად მათი ნათქვამისა აგრეთვე, რომ არ ვაპირებ და არ განვიხილავ დატოვებასო, მაგრამ ქართული ოცნებისგან წარმოსულ სიტყვას ჩალისფასი აქვს, ეს საზოგადოებას არაერთხელ უნახავს. შეიძლება ევროპული საბჭოც დაგვატოვებინონ,
და საბჭო არის ერთადერთი ხო ეს უდიდესი მონოპოლარი რომელიც წევრებიც ვართ და რაც უფლებებსაც გვაძლევს შესაძლებლობებსაც და ვალდებულებებსაც 99 წლიდან დიახ ხო ევროპული პერსპექტივა არამხოლოდ ევროკავშირის არამედ ზოგადად ევროპული პერსპექტივა საქართველოსთვის და ეს კარიბჭე გაიხსნა 99 წელს იმ ცნობილი სიტყვებით ზურაბ ჟვანიასი მე ვარ ქართველი და მას შესაძამე ვარ ევროპელი და ყველაზე მიდის მაქეთკენ პროცესი ნუ მათი რიტორიკა მათი ქმედებები გვაძლევს ამის ვარაუდის ძალიან ლეგიტიმურ საფუძველს და ყველაზე მნიშვნელოვანია რაც ევროსაბჭოს წევრობას აქვს ეს არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციაში მონაწილეობა, ანუ სტრასბურგის სასამართლო როგორც ერთადერთი იმედი საქართველოს მოქალაქეებისათვის იმ პირობებში, როდესაც სასამართლო სისტემა არ არსებობს, მართლმსაჯულება არ არსებობს და არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური რუსული რეჟიმის მართლმსაჯულება, ფორმალური, რომელიც არის ქცეული რეპრესიულ მექანიზმად, აი როგორც საკონსტიტუციო სასამართლო, ასევე საერთო სასამართლოები ერთადერთი გზა და ხსნა და იმედი იყო სტრასბურგის სასამართლო. ცოტა ხნის წინაც გამოჩნდა ეს სიკეთე საიას მიერ მოგებული საჩივარი, ხო, 20 ივნისის საქმეზე, სადაც უამრავ ადამიანს, ათობით ადამიანს ადამიანის სასარგებლოდ სახელმწიფოს დაეკისრა კომპენსაცია. თუმცა მინდა გკითხოთ სანამ ვენეციის კომისია ამას გამოაქვეყნებს, მანამდე პარტიების აკრძალვაზე აქვს გამოხატული პოზიცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას თანამომხსენებლებმა პირდაპირ თქვეს, რომ ოპოზიციის აკრძალვა იქნება შეუთავსებელი ევროსაბჭოს წევრობასთან და ეს გაფრთხილება საკმაოდ მკაფიოა ხელისუფლებისთვის. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს შეიძლება სისრულეში მოვიდეს. მე მაქვს კითხვა, თქვენ რა შეგიძლიათ ამას დაუპირისპიროთ? ალბათ საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვებში მიიღებთ მონაწილეობას, ერთ-ერთი პირველი იყავით თუ არა პირველი, ვინც შეიტანეთ სარჩელი. ალბათ ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელიც ცალსახად იქნება ნეგატიური, იქნება თქვენ ხელში არგუმენტი, მაგრამ პარტიებს გაქვთ თუ არა რაიმე კონსულტაციები, არა მხოლოდ ამ თემაზე. მე მახსოვს ზურა ჯაფარიძე როცა დატოვა მან საპატიმრო, ჰქონდა რაღაც ტიპის კონსულტაციები, მე მგონი თქვენთანაც. რა ტიპის ფორმატში შეიძლება განიხილებოდეს ასეთი საკითხები პარტიებს შორის? ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ ძლიერმა საქართველოს მლელომ პირველებმა შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი იმ კანონმდებლობის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე, რომლის საფუძველზეც ისინი გვიპირებენ, რომ აგუკრძალონ. მანამდე ჯერ კიდევ სანამ ქართული ოცნების დეპუტატები, ეგრეთ წოდებული დეპუტატები შეიტანდნენ სარჩელს აკრძალვაზე, არც კი ვიცოდით ოფიციალურად, თქმა უნდა, გქონდა მოლოდინი, რომ ჩვენც ვიქნებოდით ამ სიაში, მაგრამ ჩვენი მიზანი იყო, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიას ყველანაირი ფორმით უნდა დავიცვათ, ყველანაირი კონსტიტუციით არსებული მექანიზმით, იმიტომ რომ ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ გამოიყვანეს მწყობრიდან საერთოდ კონსტიტუციური მოწყობა ამ ქვეყანაში კონსტიტუციური დემოკრატიული წყობილება, თვითონ კონსტიტუციაც კი გამოიყვანეს წყობილებიდან ამ არალეგიტიმურმა პირებმა ჩვენ რჩებით ხო კონსტიტუციურ სივრცეში კონსულტაციები დიახ მოგახსენებთ ჩვენ მიუხედავად იმისა რომ არ გვაქვს მოლოდინი საკონსტიტუციო სასამართლოში ამ ნაბიჯსაც გამოვიყენებთ როგორც მინიმუმ იმისთვის რომ შევქმნათ საფუძველი ხვალინდელი დღისთვის როდესაც რეჟიმი შეიცვლება შევქმნათ საფუძველი საერთაშორისო სასამართლოსთვის როგორც წინაპირობა რა თქმა უნდა გამოვიყენებთ ამ ბერკეტს რა თქმა უნდა ვიბრძოლებთ თვითონ ეს სარჩელი არის სრული აბსურდი სამართლებრივად ეფუძნება წულუკიანის არალეგიტიმური კომისიის დასკვნას ისიც გავითვალისწინოთ რა ვითარება ამ ქვეყანაში პოლიტიკური ლიდერები ბევრი სხვა ოპოზიციური პარტიისა დღესდღეობით არის ციხეში ქართული ოცნება ამბობს რომ მათივე შედეგებითაც კი აი მილიონამდე ამომრჩეველი ყავს იმ სამ კოალიციას რომელიც არიან ახლა ასაკდასაციაში მათ უსვამენ ხასიათს დიახ ერთი ეს მინდა მაინტერესებს ანუ რაიმე ტიპის კონსულტაციები პარტიებს შორის ახლა მიმდინარეობს მე არ მინდა რომ საზოგადოებას შეექმნას ისეთი მოლოდინი იმიტომ რომ რაღაც არის მუდმივი საუბარი ერთობაზე ერთიანობაზე გაერთიანებაზე არასწორი წარმოდგენებიც იქნება ხოლმე თვითონ სტრატეგია მხოლოდ ამ საკითხზე საერთო სტრატეგია იმისთვის რათა ჩვენ მივაღწიოთ მიზანს რეჟიმის ცვლილებას და იმ ორ მოთხოვნას ხო ახალ საპარლამენტო არჩევნებს სინდისის პატიმრების გათავისუფლებას მნიშვნელოვანი არის არა მხოლოდ პოლიტიკური სპექტრის არამედ სრულიად საზოგადოების იმ საზოგადოების რომელიც დაუღალავად არის წინააღმდეგობაში მიუხედავად იმისა ყოველდღიურად რამდენი ადამიანი დგას რუსთაველზე და დღეს შაბათია მარშის დღეა მე მოვუწოდებ ყველას რომ გამოვიდეთ და ვაჩვენოთ მეც აქედან ვაპირებ მარშზე წასვლას 12 იანვარს მზია ამაღლობელის მარში იქნება ეს არის მნიშვნელოვანი ბრძოლა ყველამ უნდა
შევძლოთ საუბარი, ოღონდ უნდა დავინახოთ რა არის კონკრეტული სქემა. მე არ მინდა რომ რაღაცა ისეთი წარმოდგენა შეიქმნას თითქოს რაღაც პარტიები ერთიანდებიან და ასე შემდეგ, მით უმეტეს არ ვიცით ხვალ აკრძალულები ვიქნებით თუ არა, მაგრამ საერთო კონსოლიდაცია არის მნიშვნელოვანი, ამის მომხრე ლელოძლიერი საქართველო იყო ყოველთვის, ამას საუბრობდა, ამის ინიციატორი იყო და დარჩება.